ქართული ოცნების საპროტესტო მსვლელობა ოზურგეთში აქციის მონაწილეებმა კოალიციის წევრების და აქტივისტების დაკავება გააპროტესტეს. ოზურგეთის პოლიციის თანამშრომლებმა ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ლევან ლასხიშვილი, ალეკო ჩახვაძე და ვეფხია ციტაძე გუშინ გვიანღამით დააკავეს. პოლიციამ ახალგაზრდები იმ დროს აიყვანა, როდესაც ისინი საარჩევნო პლაკატებს ამოწმებდნენ, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების პლაკატებს სხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრები ღამის საათებში აზიანებდნენ. პოლიციამ დაკავების შემდეგ აქტივისტები გურიის სამხედრო პოლიციის შენობაში გადაიყვანენ ნარკოტიკული ტესტის შესამოწმებლად. დაკავებულები პოლიციამ მოგვიანებით გაათავისუფლა. ეკას გულაძის ვიზიტის შემდეგ ოზურგეთში პოლიციამ გააძლიერა რეპრესიული ზეწოლა ქართული ოცნების აქტივისტებზე. გუშინ დააკავეს 3 ახალგაზრდა იმის ეჭვის საფუძველზე, რომ თითქოს და ისინი არიან ნარკოტიკების მომხმარებლები. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვიყავით იმაში, რომ ეს ახალგაზრდები ძალიან ჯანმრთელები და ძალიან საღები არიან. ამიტომ არ მიმართეთ გუშინ საღამოსვე პროტესტის აქტიურ ფორმებს. მაგრამ ამას უპასუხოდ ვერანაირად ვერ დავტოვებდით. ჩვენ დღეს ველოდება კიდევ ბევრი შეხვედრა მოსახლეობასთან. ამიტომ შემოვიფარგლებით ამ საპროტესტო აქციით.